არის საბედნიეროდ საქართველოში ბიზნესმენები, რომლებიც ძალიან პრაგმატულები არიან, ძალიან ადეკვატურად მოქმედებენ, აი მაგალითად პაპაშვილი, რომელიც გამოვიდა და თქვა, ყოფილი რესპუბლიკა ბანკის პრეზიდენტი, თქვა, რომ დიდი ზრდა არისო და ციფრებით განისაზღვრებაო ეკონომიკა განიცდის დასო და ლამის არის, ესე იგი ეს კაცი მოღალატედ გამოაცხადეს და ჯილდოები მიუტანეს ოფისში, რომელიც ჯილდოებიც ამ კაცმა გადასცა ინტელიგენციის წარმომადგენლებს, არ გვინდაო თქვენი ჯილდოები უკან აიღეთო, რომ ამ კაცმა სხვა პოზიცია დააფიქსირა. აი ესეთი რენეგატები არიან. ჩვენ გვყავს ბიზნესმენები, მადლობა ღმერთს, რომლებიც არ განეკუთვნებიან აი მათ რიცხვს. ერთ-ერთი არის მაგალითად აი მე მინდა თქვა გიორგი კანდელაკი, რომელიც წარმატებული სპორტსმენი იყო და თვითონ ეს კაცი ქმნის უნიკალური სივრცე გააკეთა რანჩოვარიანი და საქართველოს გაუთქვა სახელი ამ მისმა მე ყოველთვის ვამბობ რომ აი როდესაც სტუბარი მომდის უცხოეთიდან ყოველთვის იქ მიმყავს იმიტომ რომ ვანახო ის სილამაზე ტრადიცია ქართული იქ რომ მიდიხარ აი არ ვიცი ყველა ფასეულობა რაც გაგვაჩნია ჩვენი კულინარია ჩვენი სიმღერა ცეკვა რაღაცა ის ქართული ყველაფერი იქ არის და ეს კაცი დგას სახელმწიფოს სადარაჯოზე როდესაც ქვეყანას გაუჭირდა აი ამათ კი არ გვერდით კი არ დადგა მოღალატეების გვერდით ადგა და შეკრიბა გორში 7000 კაცი შეკრიბა და ხარი დაუჭირა საქართველოს ხელისუფლებას და ყოველთვის სახელმწიფოს მხარდაჭერის გვერდზე იყო აი ესეთი გიორგი კანდელაკისნაირი ხალხი ჭირდება ქვეყანას რომელიც თავისი ოფლით თავისი შრომით იშოვა ამ კაცმა ფული თავისი კარიერი და მერე გააკეთა ბიზნესი და მიუხედავად იმისა რომ ბიზნესი გააჩნია სახელმწიფოებრივი პოზიცია თქვენ რა გჭირთ თქვენ აძერლებო თქვენ ორი კაპიკი იშოვეთ და ქვეყანა გეზიზღება თქვენ